ყოველ ნახევარსაათში ერთხელ შედიხარ ადამიანი და ძალიან შთამბეჭდავად იზრდება ეს რიცხვი და აი ეს არის ახალგაზრდობის ძალა. სულ რომ ვლაპარაკობთ ჩვენ რომ აი ახალგაზრდობას ყველაზე მეტად შეუძლია ყველანაირი ასე ვთქვათ პროტესტი იქნება თუ რამე მიმდინარეობა საქმე იქნება მოიყვანოს აქტიურ ქმედებაში სწორედ ეს იგულისხმება ხოლმე მე თვითონ თავის დროზე ახალგაზრდული მოძრაობის ასე ვთქვათ წარმომადგენელი ვარ და მე მახსოვს უფროსი თაობა როგორ ხო არის ესეთი ის რომ თითქოს აი თაობებს შორის იყო ცხადია არის ასეთი რამაც მაგრამ უფროსმა თაობამ ძალიან იცის ნდობა რაღაც საკითხებში ახალგაზრდობისთვის და ეს ამის დემონსტრირება იყო იმიტომ რომ ნებისმიერ ფონდს კი ნებისმიერ რაღაცა მიმართულებას კი ასეთებიც ყოფილა და მარათონები და ასე შემდგომ მაგრამ აი რაღაცნაირი სხვანაირი მიზიდულობა გააჩინა ახალგაზრდების სტუდენტების ინიციატივამ და მართლაც ის რომ ესენი იცავენ თავიანთ უნივერსიტეტს თავიანთ მომავალს იცავენ ეს ძალიან დასაფასებელია რომ ეს მხოლოდ ჯუშანის სინდრომით დაავადებული პაციენტებისთვის კი არა ეს ფული ჩაირიცხა იმიტომაც რომ ამ ფორმით საზოგადოებამ უპასუხა ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების ლიდერების არაადამიანურ ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკას რომელსაც იჩენენ ისინი როგორც ჯუშანელებთან ისე ჩვენთან ჟურნალისტებთან პროტესტანტებთან და ყველასთან მთელი ამ 15 წლის თუ არა ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხადია ალბათ არის ეს ელემენტი მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად ემოციურად მივებით ძალიან ამ თემას ხომ დიუშენის სინდრომის გამოხატულებას აი ამ ჩვენს ბავშვებში, ახალგაზრდებში და მშობლებში, რომლებიც აი ამ არაადამიანურ ტანჯვას, მოდი ვთქვათ, ხო, პირდაპირ განიცდიან, იმიტომ რომ მათ იციან, რომ სადღაც საშველია და ეს საშველი არ არის ხელმისაწვდომი და ისეთი მართლაც არაადამიანური და შემზარავი არის ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება. აი ხო არის რომ შეიძლება შენ გამოხატო თანაგრძნობა და აი რაღაცა გეტყობოდეს რომ განიცდი და ისე ელაპარაკები, ისე ფიქრობ, ისე გინდა რომ დასახო გეგმა რაღაცა პრობლემების გადასაწყვეტად. ჯანდაცვის მინისტრი იყო თუ პრემიერ-მინისტრი იყო თუ ნებისმიერი აი დღეს ქუჩაში ხალხის ფულს ვერ გავანიავებ. ხო, და მეორე წუთში ჩვენ ხედავთ თვითონვე როგორ იჭერენ საკუთარი გუნდის წარმომადგენლებს გადარჩენა მაშინ როცა 650 მილიონი მარტო შტატგარეშე თანამშრომლებზე აქვთ ხელფასის სახით გაცემული და ჩვენ ვიცით რას ნიშნავს შტატგარეშე მუშაობა ეს არის პარტიული აქტივი 30 მილიონი მარტო რესტორნებში აქვთ დახარჯული 2025 წელს ბოლო ორ კვირაში დავითვალეთ მე და ჩემმა პროდიუსერმა სადღაც 150,000-ია საუბარი ანუ ეს ადამიანები გველაპარაკებენ ვერ გაანიავებენ ხელფასები ხომ მოიმატეს მართლაც ასტრონომიული მაჩვენებლით და ახლა კიდე კანონში ცვლილება შეიტანეს რომ პრემია დანამატების არ დააკლდეს. წარმოუდგენელია. მაშინ 16,000 აქვს მარტო მინისტრებს და 13,000 პარლამენტის. საოცარი ამბავია და არის კიდე ერთი ამბავი რომელიც ცოტა მიჩუმათებულია. საკრებულოებში უმრავლესობა ხო აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. დაშალეს ეს თავიანთი უმრავლესობა ხალხის ძალად მანქანა მოემსახუროს დამატებით. მანქანა დიდი ხელფასები ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს და ეს არის მათ ბიუჯეტი წარმოუდგენია ცაცცალიათ ბავშვებისთვის რომლებსაც უჭირთ და რომელთა სიცოცხლე საფრთხეშია მათ ეს თავიანთი ხალხი ყავთ გამოსაკვები დასაპურებელი და არ მიყვარს ასეთი სიტყვების გამოთქმა მაგრამ მაპატიეთ მათ აჩვენეს თავიანთი ღორული მენტალობა მთელი ამ ხნის განმავლობაში. აი ეს ქალი თუმცა მშიერ-მუცალა მონებიც ყავთ, რომლებიც სუპი აქვთ და სუპსა სჭამენ და მეტი არაფერი არ აინტერესებს, ასეთიც ბევრია ამ ქვეყანაში. დღეს უსმენდი მოვკარი ყური პარლამენტარი წილოსანი, რომლის მამის გამდიდრების თაობაზე ჩვენ ვიცით ხო რა გზაც აქვს გავლილი და ადამიანი როგორ
მეტყველებს იცი რომ თავარია ჩვენ ვიაროთ მანქანებით და ჩვენ ვიყოთ უზრუნველყოფილი ვიღაცა სხვა ეს პრობლემა ექნება თუ არ ექნება გადაჯდეს ამაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რომელიც არ არსებობს რეალურად მოწესრიგებული ფორმით თორემ ვინც უცხოეთში ყოფილა რო იწუნებენ იმ ევროპაში ყოფილა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაჩვეულებრივად მოძრაობს და სისუფთავე იქნება თუ დაუგვიანებლობა თუ საცობის არარსებობა თუ ყველაფერი რა თქმა უნდა გირჩევნია ასეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მინდა მოვესწროთ ლელოს დღეს ორი ბრიფინგი ქონდა, ერთს უკვე თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ, ჯარიმების საკითხს გულისხმობ. ამის მონაცემებიც მინდა მომიყვეთ და რაც მთავარია ანაკლია. ეს არის საქართველოს მომავლის კარიბჭე, რომელიც ჩაკეტა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. მე ამბობდნენ, რომ იქ ახლა მიმდინარეობს მუშაობა, ის მალე გაიხსნება, ხან ჩინელებს მისცეს, ხან ჩამოართვეს სინამდვილეში რუსეთის რამდენი ახალი განკარგულება გამოსცეს, რამდენი ახალი დაპირება გასცეს. ხან თქვენ რომ 2029 წელს პირველი გემები გამოჩნდება, იქ უკვე გამოჩენილი უნდა იყოს და აქტიური წვიანი ქალაქებიც გახსნილი უნდა იყოს და ყველაფერი რომ არა ივანიშვილის პოლიტიკა. დღეს ამოცანა იყო რომ 22 წელი მითხარით რა ხდება. კი, ჯერ ვიტყვი ჯარიმებზე. ეს ჯარიმებიც სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ჩვენ ძალიან ბევრს ხვდებით ამ პერიოდს აქტიურად ვიყენებთ არასაარჩევნო პერიოდში გადავწყვიტეთ რომ ძალიან აქტიური ურთიერთობა გქონდეს მოსახლეობასთან და ეს მიგვაჩნია უმნიშვნელოვანესად, იმიტომ რომ იმდენი რამე ხდება მართლაც ქვეყანაში, რომ რაღაცა პერიოდი ჩვენ დავტოვეთ თითქოს ეს ველი და რაღაცნაირი დისტანცია გავაჩინეთ ამომრჩეველსა და პოლიტიკურ ძალებს შორის და ჩვენ გვინდა რომ ეს დისტანცია მაქსიმალურად ამოვავსოთ და ყველას სადაც შეგვიძლია. ეხლა ყველაზე აქტიურად ირაკლი კუპრაძეა, იმიტომ რომ დადის აქ ყველანი ჩვენ გარკვეული კურაციები გვაქვს რეგიონებში მივდივართ და აი იცით როგორი თემა არის რომ ძალიან გინდება შენ თვითონ როდესაც ხედავ ამ ადამიანების გასაჭირს ისინი გიზიარებენ ამას რომ შენ მე ეს მთელ საქართველოს გააგონო და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამ ჯარიმებთან დაკავშირებით ეს ეხა მარტო რეგიონების თემა არ არის ეს ყველა შეგვეხო აი მაგალითად მე შემეხო რაღაც მანქანის თემა დამიზიანდა ავარიაში და ბევრ ადამიანთან მომიწია ეხა შეხება და ყველა გეუბნება ერთსა და იგივე რამეს რომ რატო გააკეთეს ეს ამბავი რას ემსახურებოდა და ისინი ფიქრობენ რომ ან ვიღაცის ბიზნეს ინტერესებს ემსახურებოდა მაგალითად ჩინური მანქანების მიმართულებას ან ეს იყო სრულიად გაუაზრებელი კიდევ ერთი დაწოლა უნამუსო დაწოლა მოსახლეობაზე ხალხი იტანს ქაბატონ ფიქრია ესეც უნდა ვთქვა მაგრამ არიან უკვე გაბრაზებულები მათი წარმომადგენლებიც და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამისა რომ მათი უნამუსო ქმედება საბოლოო ჯამში მათ გულმხურვალე მხარდამჭერებსაც ძალიან მძიმედ ეხება და ისინიც ბრაზდებიან და რაც შეეხება ანაკლის კარიბჭის ჩაკეტვაც არის ამ პოლიტიკის ნაწილი. იცი ჩვენ როდესაც საქართველოს მომავალზე ვლაპარაკობთ, ხო, აი ისტორიულადაც რაღაცები ხო განსაზღვრავდა ჩვენს მომავალს, ჩვენი არჩევანს, რაღაცა დავით აღმაშენებლის დროს თუ მერე გიორგი ბრწყინვალის დროს თუ მერე ერეკლე მეორის დროს თუ რაღაც ხო პირველი რესპუბლიკის დროს რომ დღესაც აღნიშნავთ რამდენიმე დღეში სამში ამ დღეებში და აი ჩვენს თანამედროვე ყოფაში ანაკლის პორტი იყო ის მიმართულება, ის პროექტი, რომელსაც საქართველოს მომავალი ეკონომიკური და უსაფრთხოების და რა თქმა უნდა გეოსტრატეგიული ბედი უნდა განესაზღვრა. და მთლიანობისიც ირაკლი კუპრაძე დღესაც საუბრობდა სხვა დროსაც მომისმენია წინა ხელისუფლების დროს, როცა დაინახავდა გაღატაკებული აფხაზეთის მოსახლეობა გააფრთხიალებულ ანაკლის ქალაქს და ეს ხო აი ამ განსაკუთრებით აი ამ ცვალებად ვითარებაში ხო რა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ აღმოჩნდა სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხო ამ გაარღვიეს დაპირისპირების ფონზე დღეს ფაშინიანი მაპატიად გაწყვეტინებთ ამბობდა რომ საქართველოს გარეშე კავკასია ვერ წავა ჩვენა ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მე ისევ გულშემატკივრობ მათ იმიტომ რომ რაღაცნაირად ადრე სულ საქართველო იყო წინა ხაზის მებრძოლი შეიძლება ითქვას
ყველას და მე ვიცი ზუსტად ჩვენ სომეხ მეგობრებს ბევრჯერ ვთქვამთ რომ ჩვენ საქართველოს იმედი გვაქვს. ეხლა ჩვენც გვაქვს სომხების იმედი, იმიტომ რომ ისინი ძალიან სწორი და ძალიან კარგი თანმიმდევრული გზით წავიდნენ და რა თქმა უნდა ანაკლია ზღვაზე გასასვლელი აი ამ დასავლურ აღმოსავლურ ურთიერთობებში ეხლა ტრამპი და ჩინეთის ლიდერი რომ ერთმანეთს ხვდებიან ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა და საკვანძო მომენტი შესაძლოა ანაკლია აღმოჩნდეს. მე ხშირად ვამბობ ხოლმე მამუკას და ბადრის ხო როგორი რეპრესია მოუწყვეს მთელი ამ ხნის განმავლობაში და მამუკას და ბადრის კი არ მოუწყვეს ეს ამბავი მოუწყვეს საქართველოს თავიანთი ორი პრემიერ-მინისტრიც კი შეწირეს ამ თემას იმიტომ რომ მათაც ამერიკელი პარტნიორები ეუბნებოდნენ რომ ანაკლიის სპორტი იქნება უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამათ გულისხმობ სწორედ ვიცით ზუსტად ხო როგორ მოხდა ერთთან იეჭვიანეს რომ სწორედ ამ თემაზე მოხდა ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან დალაპარაკება და ასევე მოხდა როდესაც კვირიკაშვილი გაუშვეს სხვა მიზეზით მე ასევე მოხდა ეს ბახტაძე მე საერთოდ აღარ ვიცი კვირიკაშვილი გაუშვეს ბავშვების შიმშილობის გამო თითქოს და ბავშვები როგორ შიმშილობენ და რა მდგომარეობაშია ეს მონაცემები ხო ეს არის თუმცა კიდევ ერთი პრემიერი არის ციხეში ღარიბაშვილი მაგრამ ახლა დღესაც ვხედავთ რომ მაღალჩინოსანი სუსის მაღალჩინოსანი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა დიდი რაოდენობით თეა გაოგნებული ვარ ერთი რამით მინდა გითხრათ რომ არ ამგონია რომ ვინმეს არ ახსოვდეს ბიძინა ივანიშვილი როდესაც ის წინა საარჩევნო კამპანიას ატარებდა და უკვე ხელისუფლებაში მოსულიც ამას იმეორებდა რომ ვინმესო რომ წაუწდეს ხელიო ჩვენს ჩინოვნიკებსო ის იქნება უმკაცრესად დასჯილიო და ჩვენ ახლა რას ხედავთ პრემიერ-მინისტრს ხელი წაუწდა უშიშროების მინისტრს ხელი წაუწდა თავდაცვის მინისტრს ხელი წაუწდა ინფრასტრუქტურის მინისტრს ხელი წაუწდა მათ მოადგილეებს ხელი წაუწდათ და რამხელა თანხებზეა ხომ ლაპარაკი კიდევ ამ ყველაფრის მიღმა არა ეს ასე არ არის რომ შენ დასაჯე თუ პრემიერ-მინისტრს ვერ არჩევ თუ თავდაცვის მინისტრს ვერ არჩევ, თუ შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს ვერ არჩევ და ეს ხალხი იპარავს ხალხის ფულს, ის ჯარისკაცების ფულს იპარავს, ის ქვეყანაში ფულს იპარავს და კოლ-ცენტრებს ამუშავებს, იქ გზისა და წყლის ფულს იპარავენ და სკოლების ფულს იპარავენ და ბავშვები წლობით ვერ დადიან სკოლებში და დადიან სადღაც გაურკვეველ ადგილებში და მიმართულებებში და ამ დროს შენ ამბობ რომ თითქოს არაფერზე პასუხისმგებელი არ ახარ შენ ბიძინა ივანიშვილი რომელიც მართლა თან ხარ და თან არ ახარ ამ რეალობაში მაგრამ ყველაფერი შენი ნების მიხედვით ხდება ხომ შეუძლებელი არის რომ ადამიანებს არ გაუჩნდეთ ერთ მშვენიერ დღეს რომ კარგი რა ეს ალბათ ციხანია ეს კარგი რა გაჩნდა უბრალოდ ხელისუფლება არის ფაქტია მიტაცებულია მაგრამ ქართულმა ხალხმა რაღაცნაირად უნდა მოიკრიბოს ძალა და ეს პასუხი უფრო მკაფიოდ უთხრას და როდის ასეც იქნება ჩვენ როგორი ხალხი ვართ და ალბათ მარტო ჩვენ არა ვართ ესეთი მაგრამ ჩვენ საკმაოდ დიდი ენერგიის აკუმულირება მოვახდინეთ 2024-ში საარჩევნოდ მე ეს ენერგია არჩევნების მერე კიდევ აი ამ რაღაცებში გაიწოვა ხო უზარმაზარი აქციები იყო და უამრავი რაოდენობის ხალხი და ეს გაიწოვა იმიტომ კი არა რომ გაქრა ჩვენ გვჭირდება თავიდან ავსება ამ დიდი ენერგიის და ხშირად ვამბობთ ხოლმე ამ ბოლო დროს რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არჩევნებს დაუმიზნოთ წამლეკავი ენერგია. არჩევნებით უნდა წავლეკოთ და უნგრეთმა კარგი მაგალითი გვაჩვენა. ძალიან ყველას ამისი, როცა მათი საყვარელი გზის გამკვალავი და მათი კარგი პარტნიორი ორბანი სწორედ ამ გზით ჩამოსცილდა ძალაუფლებას, არც ის არ აპირებდა ნამდვილად დატოვებას ამ პოსტისას. დიდი მადლობა.